ეროვნულ სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ ილარიონი შეყვანილ იქნა ხმის დამცველ კომისიაში. მეხსიერებაში მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის სარედაქციო კომისიის თავმჯდომარეს გორისა და ატენის მიტროპოლიტ მის მაღალყოლებულ სამდელოს ეროვნულ სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ ილარიონი შეყვანილ იქნა ხმის დამცველ კომისიაში. მეხსიერებაში მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის სარედაქციო კომისიის თავმჯდომარეს გორისა და ატენის მიტროპოლიტ მის მაღალყოლებულ სამდელოს